გაზაფხულების პროექტზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და ალბათ ვფიქრობთ მომავალი წლისთვის შესაძლებელი იქნება რომ განვახორციელოთ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იმერეთის გუბერნატორთან ერთად ჭიათურის მოსახლეობაში შეხვდა. რამაზ ნიკოლაიშვილი ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და მათ მოგვარებას დააპირდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში არაერთი პროექტი განახორციელა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ადგილობრივი და რაიონული მნიშვნელობის გზებს, ასევე შეკეთდა სახიდე გადასასვლელების. უახლოეს მომავალში კი იგეგმება ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია. Გავალი თემები, რომელზეც ჩვენ ჩავალთ თბილისში, დავждებით, გადავწყვეტთ, როგორ გადავწყვეტოთ ეს პრობლემები, თუმცა იყო რამის გლობალური საკითხები, მაგალითად წყლის, რომელიც უკვე დავალაგეთ და უკვე ტენდერია გამოცხადებული და წყლის პროექტი დაალაგდება, ქვათაცვენა იყო, რომელიც 10 წლების განმავლობაში აწუხებდა ჭიათურას და ეს პრობლემას დაალაგებულია. უამრავი პრობლემა მოვისმინეთ და გვესმის რომ ეს პრობლემები არსებობს და ამიტომ ყველა ერთად შევეცდებით ეს პრობლემები დაულაგოთ მოსახლეობას. წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ჩაისვა ის რომ დაახლოებით 2 მილიონი პროექტი კეთდება, რომ რათა შეიცვალოს 40 წლის წინანდელი, აი ვთქვათ, კომუნიკაციები, რომელიც ალბათ მანამდე აღარაფერი აღარ გაკეთებულა ჭიათურაში, ამის მხრივ, ამის შემდეგ რაც ეს, რა ქვია, კომუნიკაციები შეიცვლება, ალბათ გამოსწორდება ყველაფერი. ჭიათურაში ხელისუფლების ძალისხმევით და რეგიონალური განვითარების სამინისტროს ძალისხმევით მოგვარდა საუგუნის პრობლემა, რასაც ქვია ქვათაცვენის პრობლემა, ჭიათურას ხედავთ არის ქვაბული და ზეგნებიდან არის ეს პრობლემა, რომ მთელი მასივი რაიონები შეიძლება დაზიანებულიყო. ამით და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი.